გაზეთ აჭარის დირექტორისა და რედაქტორის ვინაობა დეპუტატ გია მასალკინის ინფორმაციით დღეს გახდება ცნობილი. მისი თქმით, პროცესი გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო გაჭიანურდა. აღნიშნული გარემოება კი გაზეთის სამომავლო ფუნქციონირებას ეჭვქვეშ აყენებს. აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს ხდომაზე დღეს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების საკითხზეც იმსჯელეს. ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში ნებისმიერ დაინტერესებული პირი აჭარის უმაღლესი საბჭოდან შეძლებს მისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვას ელექტრონულად. თემურ კახიძის თქმით, ინიციატივის დამტკიცებამ შესაძლოა ერთი საშტატო ერთეულის დამატება გამოიწვიოს. დღესვე გადაწყდა, რომ 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ საკანონმდებლო ორგანოში გაფართოვებული სხდომა გაიმართება, რომელზეც მოხსენებით ფინანსთა მინისტრი ან მთავრობის თავმჯდომარე წარსდგება. შეგვიძლია ამბობს ამ გრაფიკში მივხვდით რაზე ალაპარაკი? ყველა ფრაქციამ აძლევს მოქალაქეებს საშუალებას ძალიან მარტივად სახლიდან ელექტრონული პოსტით მოიპოვოს ის შეავსოს განცხადება, გამოითხოვოს ის მასალები, რაც მისთვის საინტერესო და საჭირო არის. რაც შეეხება საშტატო ერთეულის დამატებას, გამოწვეულია იმით, რომ თვითონ მასალა არის ძალიან მოცულობითი, იმისათვის რომ მოხდეს სრულად ატვირთვა, დროულად ატვირთვა და დროული ინფორმირება საზოგადოებისა, განსაზღვრული არის და შეზღუდული ვართ ვადებში. ადრე თუ ყველა წერილზე გამოთხოვილი საბუთზე ქონდა დაუშვათ ჩვენ ერთთვიანი ვადა, ეხლა 10 დღით შემცირდა და ეს მოითხოვს ძალიან ოპერატიულ მუშაობას. სამში დამთავრების განხილვა და გავა სესიაზე. გეცხადოთ, რომ აჭარის ბიუჯეტის შესრულებაში ალბათ მაინც თვითონ დადებითად შევაფასოთ ამ შესრულებას, იმიტომ რომ ხარჯის ნაწილიც და საშუალებიც იქნა შესრულებული. მათ შეძლებს ჩვენი პრესამსახური ამის უზრუნველყოფაზე იქნება სულაც დამატებაზე, მაშინ უკვე ბიუჯეტის ცვლილებას მოითხოვს აუცილებლად ესა და მიმართავთ მთავრობას, რომ ახალი ბიუჯეტის განხილვის დროს შესრულებები შევიდეს ბიუჯეტში. საქართველოს საკითხი გადაწყდება დღეს. მე ამის მოლოდინი მაქვს. მინდა იცოდეს მაყურებელმა, რომ ეს არის ცალსახად ფინანსთა და ეკონომიკურ საკითხთა სამინისტროს პრეროგატივა, ვინ დანიშნოს დირექტორად და ვინ დანიშნოს მთავარ რედაქტორად. გაზეთი ვერ შეთანხმდა ერთიან, ასე ვთქვათ, ლიდერზე, რომელიც სარედაქციო პოლიტიკას, ასე ვთქვათ, განახორციელებდა და ბუნებრივია ეს საკმაოდ შეუშლის ხელს, ჩემი აზრით, გაზეთის გადარჩენას.